დარბაზში იმიტომ არ აქვს პროგრესი, რომ ყველანაირი გეგმის და სტრუქტურის გარშე ცდილობს შედეგის მიღწევას. მარტო მისვლა და სარბემილიგზე სიარული არაა საკმარისი, ამიტომ თუ მართლა გინდა რაღაცის მიღწევა, ბოლომდე უყური ამ ვიდეოს, იმიტომ რომ აქ გასწავლი ყველაფერს, რაც დამწყებმა უნდა იცოდეს. უფრო კონკრეტულად გავივლით ვარჯიშის სიხშირეს, ანუ კვირაში რამდენჯერ უნდა ივარჯიშო, კუნთების დაყოფას, ანუ თითო ვარჯიშზე სხეულის რომელი ნაწილი უნდა ავარჯიშო, რომელი მოძრაობები გამოიყენოს ავარჯიშოთ, ანუ ტრენაჟორები თუ თავისუფალი წონები, ტონა როგორ არჩიო, რამდენი მისვლა და გამეორება გააკეთო და მისვლებს შორის რამდენი ხანი დაისვენო. პირველ რიგში ვნახოთ კვირაში რამდენჯერ მოგიწევს ვარჯიში, იმიტომ რომ მთავარი შეცდომა, რასაც დამწყებები უშვებენ, ზედმეტი ვარჯიშია. ვარჯიშის სიხშირე ზოგადად ჩვენთვის საჭირო ვარჯიშის რაოდენობაზეა დამოკიდებული. ანუ თუ ბევრი ვარჯიში მჭირდება, ამ ვარჯიშების გადანაწილება უფრო მეტ დღეზე მომიწევს და თუ ნაკლები ვარჯიში მჭირდება, ამ ვარჯიშების მოსწრება შედარებით ნაკლებ დროში შემიძლია. გამოცდილ ადამიანს მაგალითად ბოდიბილდერს შედარებით მეტი ვარჯიში სჭირდება სათითაო კუნთზე, იმიტომ რომ მისი კუნთები მიჩვეულები არიან ვარჯიშის სტიმულს, ამიტომ გასაზრდელად მეტი მიზეზი სჭირდება. იმის გამო რომ დამწყების კუნთები ვარჯიშისგან მიღებულ ზრდის სტიმულს მიჩვეულები არ არიან, გაზრდა შედარებით უფრო მარტივია. მარტივში ვგულისხმობ ნაკლები ვარჯიშის რაოდენობას, ანუ სათითაო კუნთზე ნაკლები მისვლის გაკეთება მოგიწევს და ნაკლები ვარჯიშის ინტენსივობას, ანუ მთელი ძალების გამოყენება და ბოლომდე დახარჯვა არ მოგიწევს. ამ ორი რაღაცის გათვალისწინებით, ანუ იმის გამო რომ დამწყებს ბევრი ვარჯიში და მაღალი ინტენსივობა არ სჭირდება პროგრესისთვის, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ კვირაში 2 ან 3 ვარჯიში საკმარისია. ახლა რატომ მაინც და მაინც 2 ან 3? იმიტომ რომ დამწყებისთვის ეფექტური ვარჯიშის რაოდენობა სათითაო კუნთზე დაახლოებით 6-დან 10 მისვლამდეა კვირაში. ამ რაოდენობის გადანაწილება ყველაზე კარგად კვირაში 2 ან 3 დღეზეა შესაძლებელი. კვირაში 3-ჯერ რომ წახვიდე ვარჯიშზე და ყოველ მისვლაზე მთელი ტანის კუნთები რომ გააკეთო, ისე რომ სათითაოზე 3 მისვლა მაინც გამოგივიდეს, კვირაში გამოგივა 9 მისვლა, რაც ისეთი რაოდენობაა, რომ მაქსიმალურ შედეგს მიიღებ ზედმეტი დაღლის და დროის დახარჯვის გარეშე. ანუ უკვე დავადგინეთ, რომ კვირაში 3 ვარჯიში საკმარისია. ახლა გადავიდეთ ვარჯიშების სპლიტზე, ანუ კუნთების გადანაწილებაზე. უკვე ნაწილობრივ თქვი, რომ კვირაში 3-ვეჯერ მთელი ტანი უნდა ავარჯიშო, მაგრამ მოდი უფრო ვრცლად დავხსნი რატომ. უმეტეს შემთხვევაში ხალხი დღეებს ყოფს კუნთების მიხედვით. ანუ ხელებს თავისი დღე აქვს, მკერდს თავისი დღე აქვს, ფეხებს თავისი, დელტებს თავისი, ზურგს თავისი და ასე შემდეგ. ახლა რატომ არ ვაკეთებთ ასე ჩვენ? დამწყებისთვის კუნთის აღსადგენად დაახლოებით 1 ან 2 დღეა საჭირო. იმიტომ რომ დამწყები როცა ხარ, კუნთებს ჯერ იმდენად დიდ ზიანს ვერ აყენებ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად ბევრს არ ვარჯიშებ. ანუ ორ შაბათს რომ მივარჯიშებ, ეს კუნთი დაახლოებით 1 ან 2 დღეში ახალი ვარჯიშისთვის უკვე მზადაა. ახლა წარმოიდგინე ორ შაბათს რომ გააკეთო მკერდი და კარგად ივარჯიშო. ანუ მთელი კვირის 9 მისვლა ერთ დღეში გააკეთო და შემდეგ ორ შაბათამდე მკერდი აღარ ავარჯიშო. ისე გამოვა რომ მკერდს კვირაში მხოლოდ ერთხელ ამუშავებ და ვარჯიშიდან ვარჯიშამდე 6 დღე იქნება დაშორება. ანუ ვარჯიშის მერე 1-2 დღეში კუნთი მზადაა კიდევ გასაზრდელად და შენ ტყუილად ალოდინებ შემდეგ ორ შაბათამდე. ამას გარდა ერთ ვარჯიშზე მთელი კვირის რაოდენობას თუ აკეთებ, ყველა მისვლას ხარისხიანად ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ 9 მისვლის გაკეთება ერთ ვარჯიშზე ხარისხიანად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ამ რაოდენობის კვირაში 3 ვარჯიშზე გადანაწილება. თუ იცდია ბევრი მისვლის ერთ ვარჯიშზე გაკეთება, შეამჩნევდი რომ ბოლო რამდენიმე მისვლა ისეთი ხარისხიანი ვეღარაა ხოლმე, როგორც დასაწყისში იყო. ამ მიზეზების გამო ჯობია კვირაში 3-ჯერ ივარჯიშო, იმიტომ რომ ასე სათითაო კუნთსაც არ მოუწევს უაზროდ დიდი ხანი დასვენება და ის მისვლები, რომლებსაც გააკეთებ, ბევრად უფრო ხარისხიანი იქნება. ახლა გადავიდეთ კონკრეტულ მოძრაობებზე. უკვე გავარკვიეთ, რომ კვირაში 3-ჯერ უნდა ვივარჯიშოთ და 3-ვეჯერ მთელი ტანი უნდა ვამუშაოთ. ახლა უნდა ავირჩიოთ ისეთი მოძრაობები, რომლებიც მარტივი შესასრულებელი იქნება, ეფექტური, უსაფრთხო და ამავდროულად ერთზე მეტ კუნთს უნდა ამუშავებდეს, იმისთვის რომ მთელი დღე სათითაო კუნთის ცალ-ცალკე ვარჯიში არ დავხარჯოთ. აქ უნდა გადავწყვიტოთ თავისუფალ წონებს გამოვიყენებთ თუ ტრენაჟორებს. ტექნოლოგიის განვითარების და სოციალური მედიის პოპულარობის მიუხედავად, ჯანსაღყვებაზე ინფორმაციის მიღება უფრო და უფრო რთულდება. ყოველ დღე ახალი კვლევა და კვების მეთოდი გამოდის, რომელიც წარსულ ცოდნას ეწინააღმდეგება და გვეუბნება, რომ ის საკვები, რომელიც აქამდე ჯანსაღი გვეგონა, სინამდვილეში რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო აღარ უნდა ვჭამოთ. ამიტომ შევქმნი ონლაინ კურსი გზამკვლევი ოცნების სხეულამდე, რომელშიც ვასწავლი მხოლოდ წინასწარ გადამოწმებულ მეცნიერებაზე დაფუძნებულ კვების პრინციპებს, რომელთა გამოყენებითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დამოუკიდებლად შეადგინოს სასურველი მიზნისთვის საჭირო კვების რაციონი. კურსის წევრები უსასრულო წვდომას მიიღებენ არსებულ და მომავალში დამატებულ ვიდეო გაკვეთილებზე, რომელთა ყურებაც ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ მოწყობილობაზეა შესაძლებელი. დასრულების შემდეგ ექნება ცოდნა, რომლითაც თავდაჯერებულად შეძლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას შენთვის და შენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. მარტივად გაარჩევ მითებს რეალურად გამოსადეგი ინფორმაციისგან და აღარ იქნები დამოკიდებული სხვა ადამიანებზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, როგორიც ჯანსაღი კვებაა. გასაწევრიანებლად შეგიძლია დამიკავშირდე ჩემს Facebook და Instagram გვერდებზე, რომლებიც ამ ვიდეოს აღწერაში იქნება მოცემული. 20%-იანი ფასდაკლებისთვის მომწერე სიტყვა გზამკვლევი. ახლა კი დაუბრუნდეთ ვიდეოს.
ჩვენი მოცემულობიდან გამომდინარე, იმის გამო რომ ეს ვიდეო დამწყებისთვისაა, რომელსაც დიდი ალბათობით მწვრთნელი არ ყავს და ვარჯიშის ტექნიკაზეც ბევრი არ იცის, მე გირჩევთ რომ გამოიყენოთ ტრენაჟორები. ტრენაჟორებით ვარჯიშის დაწყება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ტრენაჟორს წინასწარ განსაზღვრული მოძრაობის ტრაექტორია აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მოძრაობის არასწორად გაკეთება და ტრავმის მიღება ძალიან რთულია. სულ დაგჭირდება 5 ტრენაჟორი იმისთვის, რომ მთელი ტანი გავავარჯიშოთ. პირველი უნდა ვიპოვოთ ამის მსგავსი მიწოვლის ტრენაჟორი, რომელიც ავარჯიშებს უმეტესწილად მკერდს და შემდეგ წინა დელტას და ტრიცეპს. მეორე გვჭირდება ჰორიზონტალური მოზიდვის ტრენაჟორი, რომელიც ავარჯიშებს ზედა ზურგის კუნთებს, უკანა დელტას და ბიცეპს. მესამე გვჭირდება ვერტიკალური მოზიდვის ტრენაჟორი, რომელიც ავარჯიშებს უგანიერესს და ბიცეპს. მეოთხე ბარძაყის წინა კუნთისთვის ლეგ პრესის ან ჰაკ სკვათის ტრენაჟორი და ბოლოს მეხუთე ბარძაყის უკანა კუნთისთვის ფეხის მოხრის ტრენაჟორი. აქ ჩამოთვლილ ტრენაჟორებს თითქმის ყველა დარბაზში იპოვიდათ, თუ რომელიმე კონკრეტული ტრენაჟორი არაა, ამის მსგავსი რამე მაინც იქნება. გამოყენების წესების ახსნას აქ ვერ მოვასწრებ, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ნებისმიერი ტრენაჟორის გამოყენებამდე კარგად მოირიგე ტრენაჟორი, რომ კომფორტულად და მყარად იჯდე ან იწვე და გამოიყენეს სრული მოძრაობის დიაპაზონი. ანუ ნახევარგამეორებები არ გააკეთო. გავარკვიეთ ვარჯიშების სიხშირე, კუნთების გადანაწილება და კონკრეტული მოძრაობები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ. ახლა დაგვრჩა წონის არჩევა, მისვლების და გამეორებების რაოდენობა და მისვლებს შორის დასვენების დრო. ამ ყველაფერს ერთად ავხსნი, იმიტომ რომ ერთმანეთზე არის დამოკიდებული. პირველ რიგში მათთვის, ვინც არ იცის, უცებ ავხსნი რა არის მისვლა და გამეორება. გამეორება არის ერთჯერადად შესრულებული მოძრაობა. ანუ ჩაჯდომას თუ გავაკეთებ ერთხელ, ეს იქნება ერთი გამეორება. მისვლა არის გამეორებების ერთობლიობა. ანუ 10 ჩაჯდომას თუ გავაკეთებ ერთმანეთის თანმიმდევრობით, ეს იქნება ერთი მისვლა. ახლა დავადგინოთ ჩვენთვის საჭირო გამეორებების რაოდენობა, იმიტომ რომ შემდეგ წონის არჩევაც ამაზეა დამოკიდებული. ამ თემაზე ძალიან ბევრი კამათი არსებობს. ზოგი ამბობს, რომ დაბალი გამეორებები კუნთის გასაზრდელადაა, მაღალი გამეორებები გამოსაშრობად. ზოგი იმასაც ამბობს, რომ 6 გამეორებაზე მეტის გაკეთებას აზრი არ აქვს და ასე შემდეგ. სინამდვილეში ძალიან მარტივადაა საქმე და ეს თემაც საკმაოდ კარგად არის უკვე გამოკვლეული. აღმოჩნდა, რომ 6 გამეორება მაღალი წონით და 30 გამეორება შედარებით დაბალი წონით თანაბრად ზრდის კუნთს, თუ ამ მისვლების ინტენსივობა თანაბარია. ანუ 6-ზეც და 30-ზეც ბოლო გამეორებების გაკეთება უნდა გიჭირდეს, ან მეტის გაკეთება ვეღარ უნდა შეძლო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ყოველ მისვლაზე 6 ან 30 უნდა აკეთოს. 6-ის და 30-იც სპექტრის ორი უკიდურესი მხარეა და ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. 6 გამეორებას თუ აკეთებ, შედარებით სწრაფად მიიღებ ზრდის სტიმულს, იმიტომ რომ პირველივე 6 გამეორება საკმარისად რთულია. მაგრამ ამავდროულად ყოველთვის ასე ვარჯიში შედარებით მეტ სტრესს იწვევს შემაერთებელ ქსოვილზე და სახსრებზე, რაც შედარებით მეტ ტრავმის რისკთანაა დაკავშირებული. ამასთან ერთად დამწყებს იმდენი გამოცდილება არ აქვს, რომ ამ ხელა წონებით დამოუკიდებლად შეძლოს ვარჯიშების სწორად შესრულება. 30 გამეორებას რაც შეეხება, აქ ტრავმის რისკი შედარებით დაბალია, იმიტომ რომ ნაკლებ წონას ვიყენებთ, მაგრამ 30 გამეორების გაკეთება ფსიქოლოგიურად საკმაოდ რთულია და ამასთან ერთად ფიზიკურად შეიძლება კუნთის დაღლამდე სუნთქვა იყოს პრობლემა და ამის გამო ვეღარ გავაგრძელო მისვლა. ამიტომ გამეორებების კითხვაზე პასუხი ყოველთვის სადღაც შუაშია. 10, 12, 15 გამეორება ძალიან კარგი რაოდენობაა, იმიტომ რომ არც წონაა ისეთი მძიმე, რომ შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებაზე და ტექნიკის დარღვევაზე მოგიწევს ფიქრი და არც გამეორებებია ისეთი მაღალი, რომ სუნთქვის პრობლემა ხელი შეგიშალოს ვარჯიშის გაგრძელებაში. ანუ მისვლების უმეტესობაზე ეცადე რომ დაახლოებით 10-დან 15 გამეორებამდე გააკეთო. ახლა რახან გამეორებების რაოდენობა 10-დან 15-მდეა, წონაც ამის შესაბამისი უნდა იყოს. ამისთვის დაიწყე ყველაზე დაბალი წონით, რომლის არჩევაც ტრენაჟორზე შეგიძლია და ნელ-ნელა გაზარდე წონა, სანამ იმ წონამდე არ მიაღწევ, რომლითაც 10-15 გამეორების გაკეთება რთულია. წონის გაზრდის პროცესში გახურდები, მოძრაობასაც უკეთესად ისწავლი და მოემზადები სამუშაო მისვლებისთვის. როცა მიაღწევ იმ წონამდე, რომლითაც 10-15 გამეორების გაკეთება გიჭირს, მან დიწყება სამუშაო მისვლები. ანუ მანამდე რაც გააკეთე გახურებაა და არ ითვლება. სამუშაო წონით გააკეთე 3 მისვლა, 10-15 გამეორება და შემდეგ გადადი მომდევნო ვარჯიშზე და იგივე პროცესი გაიმეორე. ანუ დაიწყე დაბალი წონით, ნელ-ნელა გაზარდე სანამ 10-დან 15 გამეორებამდე არ გაგიჭირდება და გააკეთე ისევ 3 მისვლა. რაც შეეხება მისვლებს შორის დასვენების დროს, გახურების მისვლებს შორის დიდი დასვენება არაა საჭირო. ანუ სანამ წონას ზრდი და გახურების პროცესში ხარ, შეგიძლია უბრალოდ ნახევარი ან 1 წუთი დაისვენო. მაგრამ როცა უკვე სამუშაო მისვლებზე გადახვალ, უმჯობესია წუთნახევრიდან 3 წუთამდე დაისვენო, იმიტომ რომ სანამ ახალ მისვლას დაიწყებს, სუნთქვა აღარ უნდა გიჭირდეს, კუნთის წვას და დაღილობას ისე აღარ უნდა გრძნობდე და ფსიქოლოგიურადაც უნდა იყო მზად ახალი მისვლის შესასრულებლად. ამ ყველაფრისთვის დაახლოებით წუთნახევრიდან 3 წუთია საჭირო. ანუ რომ შევაჯამოთ, ვარჯიშზე უნდა იარო კვირაში 3-ჯერ, 3-ვეჯერ უნდა გააკეთო ჰორიზონტალური მიწოლის, ჰორიზონტალური მოქაჩვის, ვერტიკალური მოქაჩვის
ფეხის გაშლის და ფეხის მოხრის მოძრაობები მთელი ტანის გასავარჯიშებლად. თითო ვარჯიშზე უნდა გააკეთო 3 მისვლა 10-დან 15 გამეორებამდე და მისვლებს შორის უნდა დაისვენო წუთ ნახევრიდან 3 წუთამდე. 2 თვის განმავლობაში არაფერი არ შეცვალა, უბრალოდ როცა ვარჯიშზე 15 გამეორების გაკეთება გამარტივდება, წონა გაზარდა. ასე გააგრძელა და 2 თვის შემდეგ სარკეში რომ ჩაიხედავ, ყუნწად შეატყობ და ძალაც მეტი გექნება. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, თუ მოგეწონა დაალაიქე, კურსისთვის მომწერე აღწერაში მითითებულ გვერდებზე და გამოიწერე ეს არხი, რომ შემდეგი არ გამოდაო.